ბეჟვაშვილი არის გამომწარებელი მილიონზე აღამარაკი მილიონზე მომატყუარ კრედიტს ვიღებო კალოგები ხონდა ნაკირაები რაღაცები და ცხარს დასვენა მოკრედიტო თუმცა თავის ახლი გამოდავშებლებია და ჯაუდია ჩემი კაცი რომელსაც ყოფილი ბიზნეს პარტნიორები დიდი ოდენობით ფულის გამოძალვას ედავებიან გახმაურებული პოლიტიკური საქმეების პროკურორის თამარ ბეჟვაშვილის მამაა ბეჟან ბეჟვაშვილის ყოფილი ბიზნეს პარტნიორები საგამოძიებო უწყებებში ჩივიან და ამტკიცებენ რომ გავლენიანი პროკურორის მამა მათ მოტყუებით წაართვა ბიზნესიც ფულიც და უძრავი ქონებაც შაბათის ეთერი გაეცნო მრავალტომიანი საქმის მასალების ნაწილს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია. აქ წარდგენილ დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ დავა მილიონობით ლარს და სავარაუდო ქრთამის აღების ფაქტებს ეხება. ბეჟან ბეჟვაშვილს დარჩა თვითონ ყველაფერი და დამტოვა ისა ქუჩაში. ბეჟან ბეჟვაშვილის შვილი პოლიტიკური საქმეების პროკურორია. მისი ბიზნეს პარტნიორი კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად წარდგენილი გელა გელაძის სიმამრე. დოკუმენტებით, რომელზეც ცნომაც ჩვენ მოვიპოვეთ, ირკვევა, რომ პირველი საჩივარი ბეჟვაშვილის წინააღმდეგ 2023 წლის 10 მარტს შევიდა. მომჩივანი თემურ ყარმაზანაშვილია. საჩივრები პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ერთდროულად დაიწერა. ყარმაზანაშვილი პროკურატურისგან ქონების თაღლითურად დაუფლებისა და შესაძლო ქრთამის მიცემის ფაქტის გამოძიებას. საგამოძიებო სამსახურისგან კი ბიზნეს წილების წართმევის საქმით დაინტერესებას ითხოვს. ამავე საჩივარში არის ერთი სკანდალური დეტალი. მომჩივანი ამტკიცებს, რომ ხმაურიანი საქმეების პროკურორის მამამ ბიზნესებზე დადებული ყადაღის მოხსნის სანაცვლოდ 350,000 ლარი გამოართვა და ამ ფულით პროკურატურაში საქმის დაალაგებას დაპირდა. ბეჟვაშვილმა მე გამომართვა ფული 350,000 ლარი იმის სანაცვლოდ, რომ ჩემი და ბესარიონ კედიას ქონებები იყო დაყადაღებული და ამ ფულით უნდა გაენთავისუფლებინა ჩემი და ბესარიონ კედიას ქონებები. სანამდის ლაშა ქორიძე შეიტანდა დარჩენილ დავალიანებას, რომელიც იყო 854,000 ლარი. ჩვენ რო გვეჩქარებოდა ჩვენი ქონებების განთავისუფლება, შემოგთავაზა, რომ მომეცი ფული 350,000. პროკურატურაში მე დავალაგებ ყველაფერს, რომ ერთ კვირაში მაქსიმუმ 10 დღეში მოიხსნება თქვენი ქონებების ყადაღები და როცა მე ქორიძე გადაიხდის დარჩენილ დავალიანებას, ამ ფულს მე დაგიბრუნებთ. თემურ ყარმაზანაშვილის მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეტანილი საჩივრის მიხედვით ბიზნესზე ყადაღის მოხსნის დასაჩქარებლად ბეჟან ბეჟვაშვილის წარმომადგენელს ფული 2021 წლის მარტში მოწმეების თანდასწრებით გადასცა. გარიგების პირობა ასეთი იყო. ბეჟვაშვილი პროკურატურის გავლით ყარმაზანაშვილის კომპანიების ანგარიშებს ყადაღას საბიუჯეტო დავალიანების დაფარვამდე მოუხსნიდა. ბალის სრულად გასტუმრების შემდეგ კი ფულს ყარმაზანაშვილს უკან დაუბრუნებდა. ბეჟვაშვილის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი ამბობს, რომ როდესაც თანხის დაბრუნება მოითხოვა, ბეჟვაშვილმა უპასუხა, რომ თანხა მას აღარ ჰქონდა, რადგან პროკურატურაში მიიტანა. მითხრა კონკრეტულად, რომ ამ ფულით მე გავაკეთებ, რომ თქვენი ქონებები განთავისუფლდება. როცა ვერ გაანთავისუფლა ქონებები, გავიდა 1 კვირა, 2 კვირა, 1 თვე, ეს ფული მე მოვთხოვე უკან. მაგრამ მითხრა მე ეს ფული ავიტანე პროკურატურაში და ამ ფულს ვერ დაგიბრუნებ. აი მე ვთხარ, ახლა პროკურატურაში აიტანე, მე ავდეხი და დავწერე სარჩელი პროკურატურაში. ბეჟან ბეჟვაშვილს ნავთობის ბიზნესისა და მილიონობით ლარის მითვისებისთვის უჩივის ნავთობ კომპანია ველის დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი ყარმაზანაშვილიც. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დევს გია ბერიშვილის და ბესარიონ კედიას საჩივრებიც. ყველა მათგანი ყოფილ პროკურორს დიდი ფულის მითვისებაში ადანაშაულებს.
ყოფილმა პროკურორმა ისარგებლა თავისი მდგომარეობით დაარწმუნა ჩემი მარწმუნებელი, ჩემი კლიენტი იმაში, რომ მას შეეძლო ამ პირობების შესრულება, რადგანაც ჰქონდა წვდომა პირდაპირ ასახელებდა შოთაძის გენერალურ პროკურორს. ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ თეიმურაზ ყარმაზანაშვილი გახდა მსხვერპლი ბეჟან ბეჟუაშვილის ქმედებისა, რის შედეგადაც მან გამოძალა მასთან ხელი. 350,000 ლარი, შემდეგ არის საუბარი 1,5 მილიონი ლარზე, რომელიც დიზელის შესაძენად უნდა გამოიყენებია მას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არა თუ დიზელის, არამედ პირადი მოხმარებისთვის გამოიყენა მან სახელი და ეს დიზელი დღესაც არ არის შემოტანილი. მინავთობეები ამტკიცებენ, რომ ბეჟუაშვილის კუთვნილ კომპანიებში ზობ ტრეიდსა და ვეგაში დიზელის შესაძენად დიდ ფულს რიცხავდნენ, თუმცა ბეჟუაშვილმა ეს ფული პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. ფინანსურ პოლიციაში სადაო თანხა არის 5,200,000. 5,200,000 ბეჟუაშვილმა თქვენი კომპანია, თქვენი ფული წაიღო, ამას ამბობთ? ხო, აბა მაგას ვამბობ. 1000 ტონა დიზელის საწვავი უნდა მოეცათ, რაშიც მე გადამახდეინეს 1,5 მილიონი ლარი და აღარც საწვავი მოვიდა და არც ფულიც გაქრა. ფული, რომელიც მე გადავრიცხე, იმ დღესვე BMP-დან გადაირიცხა ბეჟუაშვილის ფირმაზე ზობ ტრეიდზე 995,000, 270,000 95%-იანი მე პატრონი ეგ იყო, გადაირიცხა ვეგაზე. მოკლედ იმ დღესვე არის გადარიცხული 1,5 მილიონი მაგათ ფირმებზე. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული საქმის მასალებით, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შესულ საჩივარს ერთვის, ირკვევა, რომ გიორგი ყარმაზანაშვილის კომპანია ბელი ბეჟან ბეჟუაშვილის კუთვნილ ნავთობ კომპანიებთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა. ფინანსური დოკუმენტების მიხედვით ბელის საწვავის შესაძენად ფულს ბეჟუაშვილის კომპანიებში რიცხავდა. გადარიცხვებში ჩანს 1,5 მილიონი ლარი, საიდანაც 995,000 ბეჟუაშვილის ნავთობ კომპანია ზობტრეიდში გადაირიცხა. ყარმაზანაშვილები ამტკიცებენ, რომ ხმაურიანის საქმეების პროკურორის მამამ ეს ფული მიითვისა. ბეჟუაშვილი არწმუნებს ბატონ თეიმურას, რომ თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში მას შეუძლია შემოიტანოს უცხოეთიდან დიზელის საწვავი 1,5 მილიონი ლარზეა საუბარი. ეს ტრანზაქცია განხორციელებული არის ყარმაზანაშვილის კომპანიიდან, ჩაერიცხა ფაქტობრივად ბეჟუაშვილის კომპანიას, საიდანაც ჩარიცხვიდან იმავე დღეს ხდება ამ თანხის გადამა კომპანიის ანგარიშებით. ისე თქვა შეპირებები, რომ დღეს ხვალ ერთ კვირაში, ორ კვირაში რაღაცა შტორმი აზმაზე რაღაცა ხელი შეუშალა წინა სახალ დღეს ასაულებია. ეგ ყველაფერი სხაბარი იყო, მოტყუებით დაეუფლა ფაქტობრივად თეიმურაზ ყარმაზანაშვილის კომპანიის 5,5 მილიონი თანხს. ყარმაზანაშვილის უფლება დამცველის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ზე თაღლითობის და 399 ქრთამის მიცემის მუხლებით დაიწყო. გამოკითხეს მომჩივანები. დაიკითხა თავად ბეჟუაშვილიც, თუმცა 2023 წლიდან დღემდე საქმეს რეალური მსვლელობა არ მისცემია. 3 ადამიანი ამბობს, რომ ბეჟან ბეჟუაშვილმა თაღლითური გზით მილიონები წაართვა. დიახ. ანუ ბრალ დაკითხეს თქვენ ბატონო ბეჟან. საწამოაგენეს ეს ბრალდება. პროკურატურაში. და მე თბილისის საქალაქო სასამართლოში დევს განჩინებები, რომ დაგიყადავეს. გავიგეთ. ქონებები. გავიგეთ. აი თქვენ მომიყევით თქვენი ვერსია. გავიგეთ. რა ვერსია უნდა მოგიყვეთ? ვინც დაობს მიმართეს კომპეტენტურ ორგანოებს. ხომ სწორია. გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ მათ. ეს არის ხა არის სულელი უნდა არსებობდეს, ჯერ რაღაცა რომ მითვისო ხომ უნდა არსებობდეს. ეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პოლიტიკური ლიდერების პროკურორის მამა ბეჟან ბეჟუაშვილია. საქმის გარემოებები ბადებს კითხვას. იყენებს თუ არა შვილის თამარ ბეჟუაშვილის გავლენებს გამოძიების შესაჩერებლად. კაცი, რომელსაც ახლა ყოფილი ბიზნეს პარტნიორები დიდი ფულის და ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ, ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. ჩნდება კითხვა, თუ ბეჟუაშვილის ბრალეულობა არ დასტურდება, რატომ არ იხურება ეს საქმე? ფაქტია, რომ ძიება წლებია მიდის და როგორც მომჩივანი ამტკიცებს, შედეგი ნულოვანია. თქვენ გაბრალებენ თაღლითობას და ფულის მითვისებას. ახლა გეკითხებით,
ფული გამოართვით და ჯიბეში ჩაიდეთ? გავიგე, მივხვდი და ხო დაფიქსირებულია და ჩვენ რა უნდა ვქნათ რა თქვენ არც მოსამართლე ბრძანდებით, არც პროკურორი გადაწყვეტილებას თქვენ როგორ მიიღებთ, როგორ გამოვართვით? თქვენ გეკითხებთ. გავიგე, ტყუილია, სიცრუეა ეს. ეს არის სიცრუეა, ეს არის ნარატივი, ეს არის სრულ ადამიანების ნარატივია გესმით? რა ჯავრი აქვთ თქვენი ბატონ ბეჟან? დიდი. მაგალითად წააგეს სასამართლო პროცესი. 2 მილიონი ნახევარიან დარაზე გულს. წააგეს და უნდა ამ ფულის არ გადახდა, ამაზეა საუბარი. მეც უნდა ვისვის და არმაზანაშვილს რომელიც მთელი თავის ცხოვრება აი ეს მიიღებს ხო აი ხატვაში აქვს გატარებული თურმე და მოპარვაში და პროდობაში ბიუჯეტის მას ქონდა ყოველთვის ის პროდუქცია და უშვებდა იმ პროდუქციას რისი გაყიდვის უფლებაც აქ არ ქონდა მე რომ ის გამიყიდე ეს პროდუქტი მე მაგის გულისთვის დავჭარებდი ბეჟოაშვილს ვაჩვენებთ ფინანსური გადარიცხვების ამსახველ დოკუმენტებს, რომელიც მომჩივანებისთვის მთავარი მტკიცებულებაა, რომ ყოფილ პროკურორს ნავთობის ბიზნესის საკეთებლად დიდ ფულს აძლევდნენ. ბეჟოაშვილი დოკუმენტების ნახვისთანავე ბრაზდება. კამერის გამორთვას და ინტერვიუს შეწყვეტას ითხოვს. გადარიცხვები. ჩვენ სულ კონსტრუქცია. ერთიდან დაუშვება ბატონო ბეჟანი. ხომ არ გითხოვეთ და გასაუბრებისთვის მოგწაეთ თუ გამოვიდეთ ხო ეს რა ხო ცივილიზებულად წავალ როგორ მოვიცეთ ჩვენ ძალადობა აბა გეუბნებით რომ თქვენ ამ წუთში ახერხებთ თაღლითების ადვოკატირებას თაღლითების არა დისგარგვებას ცდილობთ არკვევს შესაბამისი ორგანოები თქვენ ვინ მოგცათ ამის კომპეტენცია რომ ბრალდების და არაბრალდების საქმე გააკეთოთ მე გეუბნებით არა მომისმენთ ჩემი პოზიცია არის რომ თაღლითების დაკვეთა არის ესა იმიტომ რომ სამართალდამცავ ორგანოებთან არის მისულები და მაგ უნდა გაიღოს ეს ყველაფერი თემურ ყარმაზანაშვილი, რომელზეც პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის მამა საუბრობს, ერთადერთი არ არის, ვინც ბეჟან ბეჟუაშვილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უჩივლა და ბიზნეს წელების დასაბრუნებლად სასამართლო დავა დაიწყო. ეს 2025 წლის 16 ივნისს საგამოძიებო სამსახურში გია ბერიშვილის მიერ შეტანილი საჩივარია. ეს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის განჩინება ბეჟუაშვილის ქონებასა და ბიზნეს წელების ყადაღის დადების შესახებ. ბერიშვილი ამტკიცებს, რომ ნავთობის შემომტან 6 კომპანიაში, GT Trade Group-ში, Bell-ში, Zob Trade-ში, BNP-ში, Vegas-სა და IB Trading-ში წილებით და ფულიც რეალურად მას ეკუთვნოდა. ბეჟუაშვილი კი კომპანიებს მხოლოდ ფიქტიურად მართავდა. ახლა ბერიშვილი ცდილობს გამოძიება და სასამართლო დაარწმუნოს, რომ გახმაურებული საქმეების პროკურორის მამამ ბიზნესთან ერთად საცხოვრებელი სახლიც კი წაართვა. ბიზნესი მე დავიწყე, მე გავაკეთე ყველაფერი, ფიზიკურად ჩემზე არ იყო არაფერი გაფორმებული და მაგაზე მქონდა ყველაფერი გადაფორმებული და ნახევარი ყოფილიყო ბიზნესი. სადაც ცხოვრობ ეხლა სახლი ჩავდე ბანკიდან კრედიტი გამოვიტანე 5,500 ფული მივიტანე მეგობრების ფული მივიტანე ბოლოს აღმოჩნდა ისე რომ დარჩა თვითონ ყველაფერი როგორც სამართლის სახლსა როგორც ყოფილ პროკურორსა იურისტს მაგას უნდა ემართა ჩემს ხელში იყო 30 წელი გამოსვლებით ექსპორტი იმპორტი სერფ არ ვიხდებოდი საბუთებში იმდენად კაიდობის საკითხი მქონდა ერთად ყვირში ვიყავი რომ თითქოს ფული ინახებოდა თითქოს ფული ჩემი წილი სანდო ადგილას იყო და აღმოჩნდა ბოლოს რომ დამიბარეს უკვე ფინანსის და პროკურატურაში დაკითხვაზე გავიგე რომ თურმე ეს ადამიანი არა მარტო მატყუებდა, არა მარტო გამომძალა სახლი, ფული, ყველაფერი. ლიუს ამას ხმამაღლა ვიტყვი და ჩანს კიდევაც შეგიძლიათ გადამოწმოთ, ჩემი დაჭერა უნდოდა. გია ბერიშვილი ამტკიცებს, რომ ბეჟუაშვილთან ერთად ბიზნესი რომ დაეწყო, სახლი იპოთეკით დატვირთა. 1,5 მილიონი პარტნიორს ნავთობის შესაძენად მისცა. ჩადო ფული ალექსეევკაში ნავთობ ბაზის საყიდლად და სხვა მენავთობეებთან, ყარმაზანაშვილთან და კედიასთან ერთად აწყო საცალო და საბითუმო გაყიდვის ქსელი. მათი კომპანიების ნაწილი ნავთობ პროდუქტის იმპორტზე, ნაწილი დიზელის გადამუშავებაზე, ნაწილი კი ბაზარზე, საცალო რეალიზებაზე მუშაობდა. შესაძლოა ამ ბიზნესს შემათ და ამ ჩემი ბიზნესიდან თუნდაც ამ წუთამდე თვლი რომ ჩემმა ბიზნესმა რაც გამოიმუშავა ფული ჩემმა აწყობილმა მეკუთვნის 10 მილიონზე მეტი პლუს ბაზის 25% ჩემი ფულით განავითარეთ ჩემი ფული დავიწყეს ყველაფერი და მერე შემოვიდნენ ფულით ნენელა ის პარტნიორები ბესო მერე შემოვიდა თემური მერე შემოვიდა ელიზების ჯგუფი
თვითონ ბატონი ზაური არ ერეოდა და ახალგაზრდა დირექტორი ყავდა გამოზავნილი ჩვენთან, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი რამე შეხოს მოტყუებული და დიდი იმედი მაქვს, რომ ზაური ამას მალე ამოიცნობს. ბატონმა ბეჟანი რო იტყვიან, უხეშად შეგვისრულა ყველას. ზაური, რომელსაც ამ ინტერვიუში ბერიშვილი ახსენებს, სუსის უფროსად წარდგენილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა გელაძის სიმამრეა. ბიზნესი დავიწყეთ და ფულის უყარისობა მქონდა და ბიზნეს ვერ ვაგზავნებდა, მაგას ლარიც არ მქონდა, ერთი ლარიც არ მქონდა. ლოკომოტივის წინა მაქვს მე ერთი სართული, მე-16 სართული გარემონტებული მაღალ დონეზე, რომელიც 5 მილიონი გეს. და მაგით ჩავდე, ბანკში გამოვიტანე, მაგრამ ჩავდე როგორ? მათ იყო ერთი დამფუძნებელი კიდო, ქალბატონი მედია, თვალოსები, ელიზების ზალია და მე ქალბატონ მედიაზე გადავაფორმე, რომ ბანკიდან გამადვილდებოდა სესხის აღება და ჩემ ბინასთან ერთად ჩავდეთ მაგის ლისის კარკასი ბინა ბატონ ბეჟანის, რომელიც მე გაანთავისუფლა და ჩავდეთ დამატებით კიდე ოფისის ნაწილი. ჩემია ბინა ფორმალურადაა ქალბატონ მედიაზე გაფორმებული, მაგრამ გამოძიებაში ქალბატონ მედია რო დაკითხეს, იმას სულად აღიაროს, ერთად ბინა სად არის და ბინა რო ჩემია. ნავთობის ბიზნესში საწყისი კაპიტალისტვის $300,000 ჩადო ბესარიონ კედიამაც. დღეს კი ორივე ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ბეჟუაშვილმა მათ მიერ დაფუძნებული ბიზნესი სრულად მიითვისა. ეგ არის ჩატლაღი კოტრანი გამონცარებელი მე არ ვიცი ახლა მე მაგის ინტერვიუ რას ვიშორის მაგას თქვენ ინტერვიუ მე გარი უნდა ჩამოგიდო დაცვა ერთხელ ხოიშდა იმაზე გამოძალვაზე თავის ალეგონია ჩადებული ჩემი ჩავატებინა თავის წამოიღო და მაგი ვერ გამოდავისულებინა და რა უნდა ვილაპარაკო კუბოში უნდა ისმის რა მომჩევანი ბიზნესმენები ყვებიან, რომ მთელი ბიზნეს იმპერია პროკურორის მამის სამართლის სახლიდან იმართებოდა. ნავთობის ბიზნესის მართვაში როლები ასე განაწილდა. ბერიშვილი ამბობს, რომ რადგან წარსულში სამართლებრივი პრობლემები ჰქონდათ და მათ სახელმწიფო თანხების დამალვას ედავებოდა, ბიზნესი სრულად ბეჟან ბეჟუაშვილზე და მის ახლო გარემოცვაზე გაფორმდა. ყოფილი პროკურორის საბუთებს და ფინანსურ ტრანზაქციებს კურირებდა. ნავთობპროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია კი ბერიშვილის კედიას და ყარმაზანაშვილის საქმე იყო. ბესარიონ კედია შაბათის ეთერთან საუბრისას ხმება, რომ მასაც სახლი ჩაადებინეს იმ მიზეზით, რომ ნავთობის შემოსატანად ფული სჭირდებოდათ. ბოლოს კი გაირკვა, რომ ნავთობის ყიდვის ნაცვლად ბანკში ბეჟუაშვილის სახლის კრედიტი გადაიფარა. რაც კომპანიები ქონდათ 900 და რა ვიცი რა ჩემი შვილები მაყვანენ აიგა კაკავა და ეს იყვნენ სკოლის მეგობრები გამოგია საიდანაც მე ერთი თემშავდა ჩემი შვილი და 5 მილიონი ლარი რა შეჭმული ამდე და რომის ფული კიდე ცალკე მერე სამუთერ რაპორტში შეუთხოვა გაღალდი და ხელი მოაწერინა თავდებობაზე თავის ქონების კიდე ჩულადა რო არის და ისე აი ეგ არის ბეჟუაშვილი და ეგლა გინ ტელევიზორში თქვი და გინ და იმაში თქვი აგას იმდენი ფული არ დაგრებული ვერ მოერევა ისაგვია პუტინი თაღლիկთა ჯგუფი და რაღაცას თავის მოსაზრებას გამოთქვას და იდეას გავიგე მაგრამ ნუ ბიზნესი ხოიცით რაც არის ბიზნესი არის გადარიცხე გადმორც რაღაც ამონაწერები მოგაქვთ რაღაცა ესენი ჩადეს და თანდართულ დოკუმენტებად ადამიანები არიან თაღლითები ცდილობენ არასწორად გამოიყენოთ თქვენი სახელი და ავტორიტეტი და არასწორად წარმოაჩინონ ეს ყველაფერი. კითხვებზე არის პასუხები გაცემული და არის ამომწურავად გაცემული პასუხები. ერთხელ დაიკითხეთ მხოლოდ ბატონო ბეჟან ეს გამოძიების საიდუმლოა და ეს თვითონ იციან გამოძიებლებმა, თვითონ იციან პროკურორებმა, რამდენჯერად საჭიროა იმდენჯერ. დავიკითხე, კიდე დავიკითხები, ეს პრობლემა არ არის, შედეგი დადგება ერთი. დიახ. სამართალი იქნება თავის ადგილზე. ყველა ეს საქმე გამოსაძიებლად წლებია გადაცემულია. ჩნდება კითხვა, თუ 4 ოქტომბრის საქმის პროკურორი თამარ ბეჟუაშვილის მამას არ მფარველობს, როგორ ვერ გავიდა ფინალში მილიონობით ლარის სკანდალური საქმე. მას გავლენები ქონდა გენერალურ პროკურატურაში შოთაძის პირობებში და მერეც გააჩნია სავარაუდოდ. სხვა ახსნა ამას არ აქვს, როდესაც ასეთი უტყუარი მტკიცებულებები წარდგენილია და გამოძიება გაჩერდა. მე მაქვს უტყუარი მტკიცებულება საბანკო გადარიცხვების სახით, რომელიც არის აი ცალსახა მტკიცებულება, თანხა როდის, რომელ საათზე, რომელი ბანკიდან ვის ჩაურიცხა და ასევე იგივე ამონაწერით, იგივე კომპანიისა, საიდანაც დასტურდება, ვინ გაიტანა ეს თანხა.
გამოძიებას უკვე უნდა კონდეს დადებული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება. და იმდენად რამდენადაც ეს დღეს არ არის, მე ვფიქრობ, რომ მისი ასე ვთქვათ გავლენები ჯერ კიდევ მუშაობს და ის აფერხებს საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას. ფარველობს თუ არა მამის სავარაუდო ფინანსურ მაქინაციებს. ჩვენამ კითხვებზე პროკურორ თამარ ბეჟუაშვილისგან პასუხის მოსმენას უკვე რამდენიმე კვირაა ვცდილობთ. ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. მას შემდეგ, რაც ჩვენამ გამოძიებაზე მუშაობა დავიწყეთ, პროკურორმა ბეჟუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე მედიასთან კომენტარების კეთებაც კი შეწყვიტა. ეს თამარ ბეჟუაშვილის კუთვნილი პორშე კაიანია. ის სასამართლოს ეზოში დგას. პროკურორი პროცესია, თუმცა ის მედიასთან არ ჩნდება. მამის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი ამბობს, რომ ეს მანქანაც პროკურორს მან უყიდა. როგორ ვიყავი თაღლითი თუ მაგის ჩემზე თაღლითი ძახის ჩემი ბიზნეს გიდანმე მაგას პორშე უყიდე სოლს ლექსუსი და რა ვიცი აღარ გავყვები ოჯახის წევრებზე იქით ანუ ეს ავტომობილები მისი მეუღლის ლექსუსი მისი შვილის პორშე შეგიძლია დამოიღოთ 21 წლის მაისი ამოვიღოთ 21 წლის მაისი თუ არ მეშლება პლუს მინუს ამოვიღოთ მაგას თავის საკუთარი მანქანა არ ყავდა პრად ვერ მსახურებოდა ერთი სამსახურის ელიზების ნაკედი სერფს არ და მე დაიწყეთ აკვანებები შეიძინა როგორც მანქანებით ისე ასე შეიძლება ეტაპზეა სავარაუდო ფინანსური თაღლითობის საქმის გამოძიება. ამ კითხვებით საგამოძიებო სამსახურში მივდივართ. გამარჯობა. ბეჟუაშვილის საქმეზე გვაქვს კითხვები. საქმის გამომძიებელი შაბათის ეთერის კამერის გამოჩენისთანავე გარბის. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბეჟან ბეჟუაშვილის წინააღმდეგ შესული დავები განხილვის საწყის ეტაპზეა, თუმცა უკვე არსებობს პირველადი განჩინებები, რომლითაც ყადაღადაედო ბეჟუაშვილის ბიზნეს წილებსა და მედია ელის ბარაშვილის სახელზე გაფორმებულ საცხოვრებელ სახლს ვაკეში, რომელიც ბერიშვილის მტკიცებით რეალურად მისია. ბეჟუაშვილი ბრალდებებს არ ეთანხმება და ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ცდილობს.